ტრამპს მიზნების თავიდან ჰქონდა რომ დაესრულებინა, მე მგონი უკრაინას ზეწოლით ვერ მიიღწევა ვერანაირად. შეიძლება მხოლოდ მიიღწეს რუსეთის ზეწოლით. ადმინისტრაცია არ უნდა გამოვიყვანოთ როგორც რაღაცა პუტინის დავალების შემსრულებლები. ჭორები რაც ვრცელდებიან ადმინისტრაციიდან არის რომ ტრამპს ძალიან ეშინია ბირთვული კონფლიქტის, ომის. მეგობარი აქტის მიღება არის პოლიტიკა ამერიკა უპირველეს ყოვლისას მხარდაჭერა, რაც არის ტრამპის ლოზუნგი. განა რამდენი დრო დაგვრჩა ამისთვის რომ ესე მივენდოთ? შესაძლებელია რესპუბლიკელების ადმინისტრაციას ზედმეტი მოუვიდა, ესე ვთქვათ. თუ რას აკეთებს ტრამპი? უშუალოდ უკრაინა რუსეთთან მიმართებით და შეიძლება თუ არა რომ ამან ომი დაასრულოს საერთოდ. რუსეთი აღარ წარმოადგენს ისეთ მეტოქეს, როგორც იყო თქვა საბჭოთა კავშირი ამერიკის შეერთებული შტატების. კი, მაგრამ ჩაგეჭრებით, ასევე ამერიკისთვის ჰეგემონია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტრამპი დაინტერესებულია რომ ეს სანქციები დაადოს რუსეთს. ეს ადმინისტრაცია ბოლომდე ვერ იაზებს, რამდენად იაფი არის მათთვის ამ ომის სამხედრო დასრულება. და ამას ტრამპი ვერ იაზრებს და ამერიკის მთავრობა ვერ იაზრებს, რომ თუნდაც ორჯერ უფრო მეტი ძალისხმევით შეუძლია ბევრად უფრო დიდ შედეგზე გასვლა. იმედი მაქვს რომ ვწდები და იმედი მაქვს რომ გიორგი მართალია და რომ მომდევნო თვეებში ვიხილავთ რომ მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ანა ყაულაშვილი. თქვენ უყურებთ გადაცემა კამათობას. ეს არის დებატების რიგით მეორე ეპიზოდი მის მინეს YouTube პლატფორმაზე. ძალიან მიხარია რომ ჩვენს პირველ დებატს საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა და ეჭვარმეპარება რომ შემდეგ ეპიზოდებსაც საკმაოდ კარგი შედეგით ვიხილავთ. ამაში თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. ამისთვის პირველ რიგში კარგი იქნება თუ დააგვაფოლოვებთ, YouTube-ზე გამოგვიწერთ, დაალაიქებთ ამ ვიდეოს და ასევე გამოგვყვებით Facebook-ზე, Instagram-სა და ასევე TikTok-ზეც. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ იდეის მთავარი მიზანი იყო ის, რომ გქონდა სივრცე, სადაც ახალი თუ ძველი სახეები შეძლებდნენ მოსვლას, თავისი აზრის დაფიქსირებას რიგ საკითხებთან დაკავშირებით და ასევე თავისი პოზიციის დაცვას ოპონენტის წინააღმდეგ პირისპირ. ამ იდეის განხორციელებაში კი დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენმა გენერალურმა სპონსორმა საქართველოს უნივერსიტეტმა, რომლისთვისაც დიდ მადლობას გადავხდით. ნამდვილი ძალა თანასწორობასა და თანაგრძნობაშია. რაც შეეხება თემას, დღეს საქართველოში თუ მსოფლიოში საკმაოდ ბევრი აქტუალური თემა არის, თუმცა დღევანდელი თემა იმის მიუხედავად რომ გაგვიჭირდა შეგვერჩია რომელიმე კონკრეტული, გადავწყვიტეთ აგვერჩია იმის მიხედვით თუ რომელი მათგანი არის საქართველოსთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, ასე ვიტყოდი. გადავწყვიტეთ რომ დღევანდელი თემა ყოფილიყო ტრამპის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მოვიწვიეთ სტუმრები, რომლებიც კარგად იცნობენ ამ საქმეს. ჩვენ მოვიწვიეთ ბატონი სანდრო შარაშენიძე და ასევე გიორგი ლავაძე, ბატონი გიორგი ლავაძე. გიორგი რომ გაგვეცნოთ და მოკლედ დავფიქროთ თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ეთანხმებით ტრამპის პოლიტიკას თუ არ ეთანხმებით? გამარჯობა, მე ვარ გიორგი ლაბაძე, ამერიკის ცოდნეობის დოქტორი და დღეს წავედგენ პოზიციას, რომ ტრამპის და ზოგადად რესპუბლიკელების ადმინისტრაციის მიდგომა მომგებიანი შეიძლება იყოს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენთვის და უკრაინისთვის. დიდი მადლობა. და ჩვენ შემდეგი სტუმარი სანდრო შარაშენიძე. სანდრო, შენც რომ ანალოგიურად გაგვეცნო და შენი პოზიცია გაგვეცნო. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი და უფრო სკეპტიკურად ვაწყობილი ტრამპის პოლიტიკის მიმართ ამ საკითხთან მიმართებაში. დიდი მადლობა. მე თქვენს დამაყურებლებისას შევახსენებ თამაშის წესებს. ასევე გეტყვით რომ ჩვენმა მონაწილეებმა იცოდნენ თამაშის წესები და ასევე განსახილველი თემაც დებატებამდე 24 საათით ადრე. ჩვენი თამაშის წესები ასეთია, გვექნება რამდენიმე რაუნდი თამაშის განმავლობაში. პირველი რაუნდი არის 5-5 წუთიანი, სადაც შეგეძლებათ რომ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ და ასევე დაიცვათ არგუმენტირებულად. შემდეგი გვექნება 20 წუთიანი ღია დისკუსიის პერიოდი, სადაც გექნებათ უშუალო შესაძლებლობა რომ ერთმანეთს ესაუბროთ და თუნდაც კითხვა-პასუხის რეჟიმში, თუნდაც ზოგადი დისკუსიის სახით გააცნოთ ერთმანეთის პოზიციები. შემდეგ გვექნება 10 წუთიანი კითხვა-პასუხის რეჟიმი უშუალოდ წამყვანის ანუ ჩემი მხრიდან, სადაც 5-5 წუთი დაგეთმობა თითოეულ თქვენგანს და ბოლოს 2 წუთიანი დასკვნითი სიტყვა თითოეულ თქვენგანისგან. ამ ყველაფერს კი თუ რომელი თქვენგანი დაიწყებთ გადაწყვეტს კამათელი, რადგან ჩვენს გადაცემასაც ქვია კამათობა, ერთ-ერთი მთავარი წესი არის. გავაგოროთ და გავიგოთ ვინ დაიწყებს თამაშს. 4 და 5. გიორგის
ერგო უპირატესობა, მე მგონი უპირატესობა არის, არ ვიცი. სანამ უშუალოდ თემაზე განხილვაზე გადავალთ, მე მაყურებლებისთვის ძალიან მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ ამ თემასთან დაკავშირებით. როდესაც ტრამპი მეორედ აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტად, იგი მოგვევლინა როგორც ახალი ფიგურა ამ რუსეთ-უკრაინის ომში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს გადმოსახედიდანაც. ბევრი ქართველი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი მის მიმართ, ბევრი ელოდა რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. თვითონ ტრამპიც დიდი იმედებით იყო განწყობილი, ამბობდა რომ ეს არის ბაიდენის ომი, რომ თვითონ რომ ყოფილიყო ამ პერიოდში პრეზიდენტი არც კი დაიწყებოდა, არ მიცემდა რუსეთს ამ ომის დაწყების საშუალებას და დაპირებაც ჰქონდა რომ თუ იგი იქნებოდა პრეზიდენტი 24 საათში დაასრულებდა ამ ომს, რაზეც შემდეგ მოგვიანებით ამ ბოლო დროს განაცხადა რომ ეს სარკასტული ნათქვამი იყო, თუმცა მისი დამოკიდებულება მაინც ცალსახაა, რომ ირონიულად უყურებდა ამ საკითხს. შემდეგ ამაზეც აღიარა რომ უფრო რთულად იყო საქმე ვიდრე ის ელოდა და დღეს ვხედავთ რომ მისი ნაბიჯები არის საკმაოდ არასტაბილური, ვინაიდან თვითონაც არის პროცესში, როგორ მოაგვაროს ფიქრის პროცესში თუ როგორ მოაგვაროს ეს დაპირისპირება. ზოგჯერ უფრო სკეპტიკურია უკრაინის მიმართ, ზოგჯერ უფრო სკეპტიკური რუსეთის მიმართ. ამ მომენტში ჩვენ ვდებატობთ ამ მოცემულობის მიხედვით და ასევე მინდა თქვა აქვე რომ ტრამპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტის მოგვარება, რადგან მას აქვს პრეტენზია რომ გახდეს ნობელის პრემიის ლაურეატი და მოიგოს ნობელის პრემია. შესაბამისად თვითონაც ძალიან დიდ გაუგებრობაში ჩემი აზრით და დღეს ვიმსჯელოთ რამდენად სწორ ნაბიჯებს დგამს, რამდენად სწორად მიდის და თქვენი პოზიცია როგორი არის ამ საკითხთან დაკავშირებით. გიორგი, როცა მზად იქნები, შეგვიძლია დავიწყოთ. დიდი მადლობა პირველ რიგში, საინტერესო შესავალი იყო. იმისათვის რომ გავიგოთ თუ როგორია ან როგორი შეიძლება იყოს რესპუბლიკელების და ტრამპის მიდგომა უკრაინის ომის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, მე მგონი ცოტა უფრო გლობალურ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ აღნიშნული ზოგადად ადმინისტრაციის მიდგომა. თავარი მიზანი რაც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს და ეს წინასაარჩევნოდ იყო გაცხადებული და ახალ ჩემი აზრით ასეა, არის ის რომ ამერიკამ დაიბრუნოს ის ჰეგემონიური მდგომარეობა ევრაზიაში, რაც მას გააჩნდა მათ შორის ცივი ომის დამთავრების შემდეგ, თუმცა გარკვეული წარუმატებელი ოპერაციების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში შეერთებულმა შტატებმა ეს ჰეგემონია დაკარგა და ამ ჰეგემონიის გარკვეული დაკარგვის გამოხატულება იყო სწორედ ის ბოროტების ღერძის, ეგრეთ წოდებული ბოროტების ღერძის შეთანხმებული მოქმედება, რომლებიც არიან ჩინეთი, რუსეთი და ირანი. როგორც მოგვეხსენება, აღნიშნულ პერიოდში, ბოლო პერიოდის განმავლობაში ისრაელსა და ირანს შორის წარმართული კონფლიქტში ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც წარმატებით მოახერხა ირანის ბირთვული პროგრამის განიარაღება და აღმოჩნდა რომ ამ ბოროტების ღერძში ერთ-ერთი ფაქტობრივად ნაწილობრივ უკვე ნეიტრალიზებულია. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ როგორია შეერთებული შტატების ზოგადი მდგომარეობა გლობალურ არენაზე იმისათვის რომ განსაზღვროთ იგი რამდენად მოიცლის უკრაინისა და საქართველოსთვის მათ შორის და როცა ამას ვსაუბრობ უნდა მივუთითო ისიც რომ პარალელის გავლება შეიძლება მათ შორის საქართველოში ინტერვენციის შესახებ რაც რუსეთმა განახორციელა 2008 წელს და ეს იყო რუსეთის მიერ იმ მომენტით სარგებლობა რაც გულისხმობდა ჯორჯ ბუშის უმცროსის ერთგვარი ჩავარდნით ერაყის ომის პირობებში და ამის შემდეგ ამას მოყვა ინტერვენცია საქართველოში. სწორედ მსგავსი მდგომარეობა იყო ჩემი აზრით ბაიდენის ადმინისტრაციის დროს როცა მან ქაოტურად გაიყვანა ჯარები ავღანეთიდან და ამას მოყვა ინტერვენცია უკრაინაში. აქედან გამომდინარე მე მიმაჩნია რომ ამერიკის გლობალური პოზიცია თუ მაქსიმალურად ძლიერი იქნება, იგი იმოქმედებს ჩვენზეც დადებითად, როგორც ჩვენზე, ისე უკრაინაზე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი გადაიგეგმა შეერთებულ შტატებში თავდაცვის მიმართულებით როგორც 1 ტრილიონზე მეტი, ეს არის უპრეცედენტო ხარჯები თავდაცვის ბიუჯეტში და უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ შეერთებული შტატები აპირებს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის ბირთვული იარაღის გადამტანი ავიაგამანადგურებლების მიწოდებას, რაც ასევე აღმოსავლეთ ევროპაში მისი პოზიციის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. მინდა ყურადღება მივაქციო იმას, თუ რა განაცხადა ნაილ ფერგიუსონმა, რომელიც არის მნიშვნელოვანი მკვლევარი ამ მიმართულებით, მან თქვა ბოლო დღეებში, რომ შეერთებული შტატები მზად არის, როგორც ჩანს, მზად არის გამოვიყენოს როგორც სატარიფო სასანქციო პირობები, ისე დიპლომატია და რაც ყველაზე მთავარია სამხედრო ძალა იმისათვის, რომ მან მიაღწიოს თავის გეოპოლიტიკურ მიზნებს. იქიდან გამომდინარე, რომ დარწმუნებული ვარ
ამერიკის გლობალური მიზანია და გეოპოლიტიკური მიზანია, რომ უკრაინა იყოს როგორც ძლიერი სახელმწიფო, რომელიც წარმატებით აკავებს დღემდე რუსეთს და შეაკავებს მომავალში, დარწმუნებული ვარ, ამერიკა არ გაუშვებს ამ შანსს ხელიდან, დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს და შეესწრება მის მაქსიმალურ შეიარაღებას. სიტყვას დავასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის კურტ ვოლკერის ციტატით, რომელმაც ტრამპის გამარჯვებიდან რამდენიმე ხანში სულ მალე განაცხადა, რომ რესპუბლიკელებმა მიიღეს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა უკრაინის ომთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ წინა ადმინისტრაციის პირობებში არ მომხდარა არც საკმარისი იარაღის მიწოდება და ისიც კი გვახსოვს, რომ პრეზიდენტ ბაიდენმა ზელენსკის შესთავაზა საერთოდ ევაკუაცია, რაზეც საბედნიეროდ პრეზიდენტ ზელენსკი არ დათანხმდა. ამდენად ის რაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ეს საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა არის ტრამპისთვის და სწორედ ამიტომაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვერ ხდება დროულად ამ კონფლიქტის მოგვარება. თუმცა, ვიდრე დავასრულებ, მინდა ვახსენო ოპერაცია აბლაბუდა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაზვერვის მეშვეობით საკმაოდ წარმატებით განახორციელეს და მე პირადად შორს ვალ იმ აზრისგან, რომ ამერიკის დახმარების გარეშე აღნიშნული ოპერაციის ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ბოლო 4-5 თვეშიც კი საკმაოდ ბევრი მოახერხა უკრაინამ და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებულ ნაბიჯებს ვიხილავთ სამომავლოდ. მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო პოზიცია. ამ სიტყვის შემდეგ უფრო საინტერესო იქნება თქვენი პოზიციის მოსმენა. სანდრო, როცა მზად იქნები, შეგიძლია დაიწყო. მზად ვარ. კი ბატონო, მე ვუყურებ საკის დაახლოებით შემდეგნაირად. ბოლო ესე 2 წელიწად ნახევარია ლამის, ალბათ 2022 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ფრონტის ხაზი მეტაკლებად არის გაჭედილი უკრაინაში. რუსეთი ამ პერიოდის მერე ცოტათი მიიწევს წინ, მუდმივად, მაგრამ დიდი გარღვევა არ აქვს. უკრაინის კონტრშეტევებიც კარგად ვერ დასრულდა ვერცერთ ჯერზე. ანუ მეტაკლებად გაჭედელი არის ფრონტის ხაზი. როგორ შეიძლება დასრულდეს ომი, რომელიც უკვე 2 წელიწადზე მეტი არის გაჭედელი ფრონტის ხაზით მიმდინარეობს? ორი რეალური ვარიანტი არის. ერთი რეალური ვარიანტი არის, რომ ჭალებში რაც უკრაინა დანებდეს და მეორე ვარიანტი არის, რომ მოხდეს დასავლეთის მხრიდან ესკალაცია, ანუ გაუზარდონ დახმარება უკრაინას, გაზარდონ სანქციები, ტარიფები ასე შემდეგ რუსეთზე, ანუ შეეცადონ რუსეთი დასაჯონ და აიძულონ მას, რომ მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე და რაღაც დათმობებზე წამოვიდეს. მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი რეალური ვარიანტი არის მეორე. მე როგორც ხვდები, ტრამპი როცა მოვიდა, მისი გეგმა იყო პირველის რაღაცა ვარიაცია. ანუ ის ცდილობდა, რომ დაელაპარაკებოდა პუტინს, რადგან მიაჩნდა, რომ პირველი ადმინისტრაცია, ბაიდენის ადმინისტრაცია არ ელაპარაკებოდა პუტინს და ბევრი საუბრის შემდეგ მივიდა ესე დასკვნამდე, რომ მას შესთავაზა უკრაინა აღარ იქნებოდა ნატოს წევრი, ამის გარანტია და კრემლის აღიარება. ეს გავიგეთ და პუტინი რა თქმა უნდა ამასაც აჭინაურებდა, იმიტომ რომ რეალურად პუტინს ეს არ სურს, პუტინს სურს, რომ მინიმუმ ის 4 ობლასტი დაიკავოს, რომელიც ანექსირებული აქვს და კიდევ უფრო მეტი, რუსულ ქვეყანად გაანადგუროს. თუმცა ამ გეგმამ არ გაამართლა. და ზოგადად მე არ მჯერ ესეთი ტიპის გეგმის უკრაინაში, რომელიც მოიცავს ამერიკის მხრიდან უკრაინის დახმარების შეწყვეტას. შეიძლება ამერიკამ ეს გადაწყვიტოს, მაგრამ მე მგონი ეს ომს ვერ დაასრულებს, რადგან უკრაინა თავისით გააგრძელებს ზოლას, შეიძლება სულაც წავიდეს საქმე, მაგრამ გააგრძელებს და პლუს ესკალაციის შანსები იქნება, რადგან ევროპელებიც გააგრძელებენ უკრაინის მომარაგებას. შეიძლება ისევ საკმარისი არ იყოს და სულ შედეგები დასრულდეს, მაგრამ ამით ომი ვერ დასრულდება. ტრამპსა მიზნების თავიდან ხონდა რომ ომი დაასრულებინა, მე მგონი უკრაინას ზეწოლით ვერ მიიღწევა ვერანაირად. შეიძლება მხოლოდ მიიღწეს რუსეთის ზეწოლით. კარგი. ეხლა შეკითხვა არის, გვაქვს თუ არა ამ მიმართულებით პროგრესი. ტრამპი ახდენს თუ არა რუსეთზე ზეწოლას, რომ მან დაასრულოს ომი უკრაინაში. ამისთვის რამდენიმე რაღაც არის შემთხვევით მნიშვნელოვანი. პირველი, ჰექსეტმა დაახლოებით 2.5 კვირის წინ კონგრესში განაცხადა, რომ აპირებენ შეამცირონ უკრაინისთვის განკუთვნილი ხარჯები, დახმარება მომდენო წლის სამხედრო ბიუჯეტში. ეს ერთი, რომელიც ცუდი ნიშანი არის ჩემთვის. მეორე, ჩემთვის ცუდი ნიშანი ძალიან არის, რომ ამას მოყვა, რომ ცოტა ხანში 20,000 ანტისადრონო რაკეტა, რომელიც განკუთვნილი უკრაინისთვის, აღარ გადასცეს უკრაინას და გადაიტანეს შუა აღმოსავლეთში და მესამე შესული არის ამერიკის სენატში ესეთი კანონი, რომლის თანახმადაც ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ყიდულობს ენერგეტიკას რუსეთისგან, მიიღებდა 500%-იან ტარიფს. თუ სწორად მახსოვს, თითქმის 93 ადამიანი იყო სენატში, ვინც ერთად შეიტანა ეს კანონი. ანუ სენატში ამის გატანის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ჩვენ ესე ვიცით, რომ როჯერ ვიკა ერთ-ერთი რესპუბლიკელი სენატორისგან, როჯერ ვიკაისგან ესეთი რაღაცა ვიცით, რომ ტრამპმა პირადად თხოვა რესპუბლიკელების სენატის უმრავლესობის ლიდერს, რომ მოდი არ გინდა ჯერ ამის გამოტანა. ანუ სასანქციო პაკეტი, რომელიც დასჯიდა რუსეთს და
მის ეკონომიკას ბევრად უღრეს გომრობებში ჩააყენებდა, რადგან ინდოეთი და ჩინეთი არიან მისი ორი მთავარი მომარაგებელი, ხო, ახლა ფინანსურად ისინი ყიდულობენ მათგან ნავთობს. ისინი ამას ან ვეღარ შეძლებდნენ, ან უნდა ამერიკისგან ტარიფები აეტანათ, რაც არ სურს, ხათი, ამიტომ 500%-იანი ტარიფი ნიშნავს ფაქტიურად ემბარგოს და ვაჭრობის შეწყვეტას. ამერიკასთან ეს გამორიცხული ამ ქვეყნებისთვის. ის რომ ეს ხდება, ჩემთვის არის სუდის ნიშანი. იმიტომ რომ ხედავ რომ აშკარად ტრამპი არ აპირებს არც უკრაინისთვის ესე მკაფიოდ დახმარების გაზდას და არც დამატებითი სანქციების დადებას. ამასთან დაკავშირებით ერთი-ორი განცხადება არის ბოლო პერიოდში ასევე რაც უნდა ვახსენოთ. პირველი ალბათ არის რომ როცა ის ევროპელებს შეხვდა, ესეთი რაღაცა განაცხადა რომ მოდი ჯერ მათ დაადონ რუსეთ სანქციები. რაც გასაგებია, სრულიად მისაღები არის ეს მიდგომა, უბრალოდ საქმე ისაა რომ ევროკავშირი შედგება ორი ქვეყნისგან, ყველას მხარდაჭერა გჭირდება, ბევრად მეტი დრო საჭიროება ამას და ამერიკა არის ერთი ქვეყანა და ბევრად მარტივად შეუძლია პოლიტიკის გატარება ვიდრე მთლიანად ევროკავშირს. ამიტომაც ეს პრობლემაა, ანუ ამ გასაგებია რომ ამერიკას მოუწევს ხოლმე ინიციატივის აღება, იმიტომ რომ ამერიკაში 20 რაღაცა ქვეყანას არ გააჩნია ვეტო იმასთან დაკავშირებით თუ შენ რას გააკეთებ. პრეზიდენტი წყვეტს. მეორე, დადებითი შედარებით, რასაც აღნიშნავ არის, რომ ცოტა ხნის წინ განაცხადა ტრამპმა, რომ შეიძლება პატრიოტები გადასცეს სარაკეტო სისტემები გადასცეს უკრაინას, მაგრამ ამაზე ჯერ არ ვიცით როგორ ვწდებით ყიდვაზე ესეობარი და არა მაინც და მაინც მიცემაზე. ამიტომაც მე ამ წამს მეტად პესიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ვერ ვხედავ ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ან რუსეთს დასჯის, ან უკრაინას გააძლიერებს. ამის გარეშე მე ომის დასრულება ცოტა შეუძლებელი მგონია. ანუ ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, თქვენ ამბობთ რომ არ უნდა იყოს წნეხი მიმართული უკრაინისკენ და მთავარი წნეხი ტრამპა უნდა მიმართოს რუსეთის მხარეს, რადგან უკრაინის მიმართ წნეხი მას უბრალოდ ოდნავ შეასუსტებს და არ გააჩერებს. ომი არ დასრულდება. ომი არ დასრულდება არსებული პოლიტიკით ჩემი აზრით. მადლობა ძალიან საინტერესო სპიჩებისთვის. მგონია რომ ესოც წუთიანი სადისკუსიო პერიოდი უფრო საინტერესო იქნება, ვინაიდან უშუალოდ გექნება შესაძლებლობა რომ ერთმანეთს ჩაეჭრათ, უპასუხოთ იქვე მყისიერად. ამიტომ შეგვიძლია გადავიდეთ ამ მონაკვეთზე და ჩვენ ასევე დავამატებ ინფორმაციას, რომ გვაქვს ესეთი შესაძლებლობა, თუ მაგალითად თქვენს მიერ მოსმენილი რომელიმე ფაქტი გგონიათ, რომ არის გადასამოწმებელი, შეგვიძლია რომ ამ 20 წუთიანი სადისკუსიო პერიოდის შემდეგ გამოვყოთ რაღაც დრო, გადავამოწმოთ, თუ იქნება თქვენი მოთხოვნა ასეთი შინაარსის. შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ამ დროზე და დავიწყოთ. მოდი თქვენ დაიწყეთ, რადგან ბოლო სპიჩის ავტორი იყო სანდრო. ნუ ძალიან საინტერესო იყო სანდრო პირველ რიგში. ჩამოთვალე ფაქტები, რასაც მეც ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ ფაქტებმა რა თქმა უნდა შეიძლება დიდი პრობლემა გამოიწვიოს და ხელი შეუშალოს ჩვენი სასარგებლო და უკრაინის სასარგებლო მზავის დადებას. თუმცა არის საკითხები, რასაც პრინციპში სხვანაირად შევხედავდი. იმისათვის რომ თქვათ უკრაინამ აღადგინოს და ეხლა ეს ცოტა სამხედროების ნაწილია, მოვერიდები ძალიან ღრმად ჩასვლა სამემართულებით, მაგრამ რომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ამას ყველა რანგის ექსპერტები ამბობენ, რომ დაუждდება ძალიან ძვირი სიცოცხლის ფასად, ესე ვთქვათ. აქედან გამომდინარე ის რომ თქვათ დღეს უკვე რთულია ტერიტორიების დაბრუნება უკრაინისთვის, მე ვფიქრობ რომ ეს ვერ დაბრალდება ტრამპის ადმინისტრაციას და ვერ იქნება მათი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მათ ესეთი მემკვიდრეობა მიიღეს. ეხლა უფრო იმაზე უნდა იყოს მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს აღნიშნული status quo-ში რაღაცნაირად აქედან ამოსვლა და წინ წასვლა. რაც შეეხება რაკეტებს, რომელიც გადასაცემი იყო უკრაინისთვის და გადაიტანეს ახლო აღმოსავლეთში, ნუ ეს ამაზე განცხადება გაკეთდა, რომ ეს ისრაელს ჭირდებოდა იმისათვის, რომ ირანისგან თავი დაეცვა და ირანის მაგალითი ჩემი აზრით ზოგადად ის რაც გააკეთა ტრამპმა ირანთან მიმართებით და ამერიკამ ირანთან მიმართებით, ეს ანტირუსული ნაწილში ძალიან ცალსახაა და დასავლური დემოკრატიების გამარჯვების მიმართულებით ძალიან ცალსახაა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რუსეთს აწვდიდა ირანი მრავალი სახეობის დრონებს, რომლებსაც უკრაინის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ და მეორე მხრივ იყო საფრთხე, რომ ირანს შეექმნა ბირთვული იარაღი, რაც ამერიკისთვის იმდენად დიდი თავის ტკივილს გამოიწვევდა, რომ ფაქტობრივად შესაძლებელია მას ვეღარც მოეცალა ვერაც დროს აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე ის რაც დაჩქარებულ რეჟიმში ამერიკამ გააკეთა, მე მგონი გასაგებია როგორც განწყობების მიმართულებით, ასევე საქმის მიმართულებით, რამდენადაც დაინახოს, თქვათ, მათ შორის პუტინმა, რომ თუ კი
საქმე მივა იქამდე რომ აღარ არსებობს დიალოგის საშუალება, მას შეუძლია მათ შორის სამხედრო ძალის ხისტი გამოყენება. ანუ გახსოვთ ალბათ ტრამპის პასუხი პუტინის მიმართ, რომ მას არ სჭირდება დახმარება ახლო აღმოსავლეთში, რუსეთის პირიქით მას სჭირდება დახმარება უკრაინის კონფლიქტის მიმართულებით, დახმარება ალბათ ჭალებში იყო იქ. რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად შეერთებულმა შტატებმა ამ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთის საკითხებიდან და ამ შემთხვევაში ირანის საკითხიდან რუსეთი თლიანად მოაცილა, რაც ეს არის ამერიკის უმნიშვნელოვანესი პოზიციის გაძლიერება და რუსეთის პოზიციის დასუსტება, როგორც პრივილეგიების და სახელის მიმართულებით, ისე ფაქტობრივი გამოხატულებიდან გამომდინარე. ასევე მინდა თუ მაქვს დრო, ხო? ეს საერთო დისკუსია არის და შეგიძლიათ რომ კი შენ ასევე მინდა ამერიკისა და ევროკავშირის ურთიერთობაზე ცირედი შესავალი გავაკეთო. ჩემი აზრით არის საკითხები, რაშიც შესაძლებელია რესპუბლიკელების ადმინისტრაციას ზედმეტი მოუვიდა, ესე ვთქვათ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის რა შეცდომების ევროკავშირმა და ევროპის ქვეყნებმა დაუშვეს მათ შორის 2010 წლიდან 2008 წელსაც მათ შორის და ამ აწეულების განმავლობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომები იყო, რაზეც ამერიკა იგივე ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს 2018 წელს ტრამპის გუნდი შეხვდა გერმანიის ხელმძღვანელებს, მათ შორის კანცლერ მერკელს და სხვებს, პირდაპირ მიუთითა, რომ არ უნდა აიყიდათ გერმანელებს გაზი რუსეთისგან, არ უნდა აეშენებინათ ცილოთის ნაკადი 2, არ უნდა გაემდიდრებინათ რუსეთი და სანაცვლოდ არ უნდა მოეთხოვათ დახმარება შეერთებული შტატებისთვის, რათა შემდგომ თავად ევროპული ფულით ნაკიდი იარაღი, რასაც რუსეთი გააკეთა და გააკეთა, ამ იარაღის თავიდან არიდებაში დახმარებოდა შემდგომ ამერიკა. მაგრამ ეს მაინც ასე მოხდა საბოლოო ჯამში და ის რასაც რა მოლოდინების ჰქონდათ რესპუბლიკელებს, ეს გამართლა სამწუხაროდ და დღეს ვხედავთ იმას, რომ იმ ნავთობის გაყიდვის შედეგად შეძენილი იარაღებით იბომბება უკრაინა და არა მხოლოდ. ახლა სანდროს დაუთმოთ დრო შენ რას ფიქრობ ამ საკითხებთან დაკავშირებით? ჩემი ძირითადი პრობლემა აქ არის, რომ მგონია რომ გიორგი ძალიან ბევრ რაღაცაში ახლა მართალი არის, კი ბატონო. ვეთანხმები, რომ ირანის შესუსტება, რუსეთის შესუსტება, პრობლემა იქნებოდა ბირთვული რომ ქონოდათ, კი ნოსტრემი როცა შენდებოდა იყო პრობლემა, ევროკავშირი რომ ყიდულობა ნავთობს რუსეთისგან იყო პრობლემა, ამ ყველაფერში მას ვეთანხმები. იმას ვეთანხმები, რომ თავიდან თქვა, რომ უკრაინამ რო დაიბრუნოს თლიანად მის ოკუპირებული ტერიტორიები ახლა არარეალური არის, კი ბატონო, მაგრამ მე ამიტომაც ძირითადად ჩემი არგუმენტები ავაწყო იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს ტრამპი უშუალოდ უკრაინა რუსეთთან მიმართებით და შეიძლება თუ არა რომ ამან ომი დაასრულოს საერთოდ. ანუ ის პრეტენზიაც კი არ მქონია აქ რომ რატო ვერ აბრუნებინებს ტრამპი მთლიანად უკრაინას თავის ტერიტორიას. ესე კითხავს ვსვავ. ტრამპის პოლიტიკა როგორ შეიძლება რომ საერთოდ ომის დასრულებამდე მივიდეს. ანუ აი ყველაზე პრიმიტიული ვარიანტი რა ვიყო. ტრამპმა ხო შესთავაზა ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტა არსებულ საზღვრებზე. რაც უკრაინისთვის იდეალური არ არის გასაგებია, რომ მაგრამ მაშინვე დათანხმდა უკრაინა. უკრაინამ ეგრევე თანხმობა მისცა, რუსეთმა არ მისცა თანხმობა. რატომ? თუ სიტუაცია გვაქვს ესეთი, რომ ბოლო ერთი წელიწადი ნახევარია, რომ რუსეთი მიიწევს ნელ-ნელა წინ. და მათი მიზანი არის, რომ დაიკავონ ბოლომდე ახლა ზაპოროჟიეს ოლქიც, ხერსონის ოლქიც და თუ შეძლებენ მეტი. და თუ შეძლებენ მაქსიმალურად განადგურონ დანარჩენი უკრაინის ტერიტორია. რუსეთის მიზანი არის, რომ უკრაინა სახელმწიფოდ აღარ არსებობდეს ამ ომის შემდგომ, რათა ვერც ნატოში ვეღარ შევიდეს, ვეღარ უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღოს და ვერ ჩამოყალიბდეს ნორმალურ ქვეყნად. ეს არის რუსეთის მიზანი. კი, ეხლა ხანს გააკეთა პუტინმა განცხადება, რომ რუსეთი საერთოდ უკრაინა უბრალოდ რუსეთის ნაწილია და როგორც ესეთი უკრაინა არტი არსებობს. პუტინმა თქვა, რომ სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგავს, ის არის რუსეთი და ამ გაგებით მთელი უკრაინა რუსეთი არისო. საქმე რაშია? იმის ფონზე რომ რუსეთი ახლა წინ მიიწევს, ერთ-ერთი ვარიანტი, რასაც მე ვუყურებ, რომ შენ ომი დაასრულო, არის რომ ან ძალიან გაზარდო ხარჯები რუსეთისთვის, რომ ან ეკონომიკურად ვეღარ შეძლოს გაგრძელება, ან სრულად სანქციებისთვის თავის დაღწევა, ან კიდე ძალიან გაუზარდო დახმარება უკრაინას. ამ წამს არც ერთი არ ხდება. მე ეს პრობლემა მაქვს. ანუ არც დახმარების გაზრდა არ ხდება, პირიქით, ამ წამს ლაპარაკი არის შემცირებაზე, როგორც ვთქვით, და მეორე არ ედება რუსეთს დამატებითი სანქციები. იმის მიუხედავად, რომ ისევ სენატში არის შესული კანონპროექტი და ტრამპის თხოვნით არის ამ წამს დაპაუზებული. და ეს არის შემთხვევით ძირითადი პრობლემა, რომ ეს მინიმალური მიზანი, რომელსაც მე ვაყენებ წინ, არა ის რომ დაიბრუნოს უკრაინამ ტერიტორია, რაც იდეალური იქნებოდა, ხო და ყველა გსურს, მაგრამ ამ იდეალურზეც არ მაქვს ლაპარაკი. მინიმალური მიზანი, რომ აი ამ ხაზებზე მაინც შეწყდეს ომი და რუსეთმა მეტი არ წაიღოს, არსებული პოლიტიკით მე მგონი ვერ მიიღწევა.
აი, ამაზე თქვენ რას ფიქრობთ? აკეთებს თუ არა ტრამპი რაიმე ხელშესახებს, რაც შეიძლება რომ დაიხმაროს რუსეთ-უკრაინის ომის გაჩერებაში? აი, რა მხრივადაც სანდრომ წაიყვანა საუბარი, რომ რამ შეიძლება გამოიწვიოს ამ ომის დასრულება? ჩვენ ჩემი აზრით ამ საკითხს უნდა შევხედოთ კვლავ იმ მდგომარეობიდან, რაც გლობალურად გვაქვს ზოგადად. მათ შორის ირან-ისრაელის ომიდან გამომდინარე, ის ბოროტების ღერძი, რაც არსებობს ირანი, რუსეთი, ჩინეთის გამოხატულება, რაც არის, მე მგონი თავარი მეტოქე ჩინეთი არის რეალურად ამერიკისთვის დღეს მდგომარეობით. იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა რუსეთი მართალია იბრძვის უკრაინაში და გარკვეული ამბიციები გააჩნია, მაგრამ რუსეთი აღარ წარმოადგენს ისეთ მეტოქეს, როგორც იყო თქვა საბჭოთა კავშირი ამერიკის შეერთებული შტატებში. კი, მაგრამ ჩაგეჭრებით, ასევე ამერიკისთვის ჰეგემონია არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის ვერ შეძლებს ამ კონფლიქტის მოგვარებას და თავის თავზე ამ დომინანტობის გამო კი ხომისთვის მინუსი იქნება. მაგრამ მიდივარ, იქიდან გამომდინარე, რომ როგორ უნდა მოახერხოს ამ ღერძის გათიშვა. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში დაიწყო მან ამ სამში ყველაზე სუსტი, ანუ ირანის გამოთიშვით, რომლის დასუსტება გამოიწვევს ერთის მხრივ რუსეთისთვის ესე ვთქვათ, იმ შეიარაღების გაგზავნის შეფერხება, სადაც ირანი აკეთებს. მეორე მხრივ აქ საყურადღებო საკითხია ასევე ის, რომ ირანს დართონება ამერიკამ ბოლო დღეებში, რომ ჩინეთმა შეიზინოს მათი ნავთობის სანქციების გარეშე, რაც არის დარტყმა რუსული ნავთობისთვის, რომელსაც ვეღარ შეიძენს. ჩინეთი უფრო მეტად გადმოერთვება ირანულ ნავთობზე, იმიტომ რომ ირანი უფრო დაბალფასად ახდენს მის რეალიზაციას. ესეც არის დარტყმა რუსეთისთვის და მესამე, რაც შეეხება უშუალოდ აი სანქციების ნაწილს, მე ვფიქრობ, რომ ეს სანქციები სწორედ ახლო აღმოსავლეთის მდგომარეობიდან გამომდინარე იქნა გაჩერებული და ის, რომ 83 ესე იგი სენატორი ჩართული იყო ამაში და დავეთანხმებ ისამდროს, რომ ეს ასეა და მათ შორის რესპუბლიკელების ნაწილი ძალიან დიდია. ეს პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდებოდა, ის რომ დაპაუზდა ესეც შეთანხმებულია პრეზიდენტთან, რაც მაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომ ტრამპი დაინტერესებულია, რომ ეს სანქციები დაადოს რუსეთს და უახლოეს მომავალში ჩემი აზრით მოხდება ამ სასანქციო პაკეტის გატარება და საბოლოოდ დადება ამ სანქციებისაც. რაც შეეხება ჩვენ გამოგჩა, რაც შეეხება მინდა ვახსენო სანამ-სამდროს ჯერ იმოვა, მეგობარი აქტის ნაწილიც, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა ეს რესპუბლიკელი ეს არის, რა ქვია, ჯო უილსონ რესპუბლიკელის შეტანილია ეს პროექტი და ყველა კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც ჩართული იყო აი ამ მეგობარი აქტის მხარდაჭერაში, მათ შორის თავარ მაგალითად მოვიყვან საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს მესტს, რომელმაც ღია დაუჭირა მხარი და თქვა, რომ მეგობარი აქტის მიღება არის პოლიტიკა ამერიკა უპირველეს ყოვლისას მხარდაჭერა, რაც არის ტრამპის ლოზუნგი. რაც კიდევ ერთხელ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რესპუბლიკელები არიან კატეგორიული მოწინააღმდეგე რუსეთის გავლენების გავრცელების, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში. არა, კი ბატონო. იმედი მაქვს, რომ გიორგი ამაში მართალია და სანქციები მართლა გავა ცოტა ხანში. უბრალოდ მე სკეპტიციზმს მაძლევს ის, რომ 5 თვეზე მეტი არის გასული ეს ტრამპი მოვიდა. იმედი ქონა ჯერ რომ მალე დაასრულებდა, ჯერ რომ 100 დღეში დაასრულებდა და ასე შემდეგ. იქნება მან გამოიწვია ეს პერიოდის გაზრდა და შედეგის არ ქონა, რომ თავიდან სხვა დამოკიდებულებით იყო ტრამპი ამ კონფლიქტის მიმართ და იქნება ახლა მოძებნოს სწორი გზა და ამან გაწევა ეს რომ იქნებოდა ჩემი აზრით. მე ერთ მნიშვნელოვან რაღაცას დავამატებ აქამდე, რაც ვისაუბრეთ იმას. იმიტომ რომ მეგონი გიორგის სპიჩში არის ესეთი დაშვება რაც ბევრ რესპუბლიკალში ხშირად ისმის ხოლმე, რომ ჩინეთი არის ახლა ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგე, რაც სიმართლეა, მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, პირდ უფრო ახლოს არის ამერიკასთან და რუსეთი. და რომ აქედან გამომდინარე, ამერიკა იმაზე უნდა იყოს კონცენტრირებული და რომ აი რესურსებს ყველგან ვერ დახარჯავს. და ამიტომაც ვალდებული არის, რომ აი აღმოსავლეთ აზიას მეტი დაუთმოს და ასე შემდეგ. ანუ ხშირად ისმის ხოლმე მსგავსი რაღაც და მე მგონი გიორგიც ამას რაღაც დონეზე გულისხმობდა ახლა. მე ზოგადად ამასთან პრობლემა მაქვს, იმიტომ რომ რეალურად ხალხს არასწორად ესმის თუ რამდენი თანხა აქვს ამერიკას მიცემული უკრაინისთვის. 200 მილიარდი დაახლოებით 3 წელიწადში. ნიშნავს, რომ აი, даже 3.5 წელიწადში შენ მიეცი უკრაინას ესე 60 მილიარდი საშუალოდ. ჯამური დახმარების სახით. ამერიკის ეკონომიკა არის 30 ტრილიონი. 60 მილიარდი ნიშნავს, რომ შენ წელიწადში აძლევ შენი ეკონომიკის 0.2% იმ ქვეყანას. ანუ მეტიც შეუძლია ამის. ანუ მეტიც შეუძლია ძალიან ისეთი ნათქვამი. საბიუჯეტო შემოსავლებით უნდა დავთვალოთ ეს და GDP-ის კი ბატონო, ეს ნიშნავს, რომ მე რომ გავზარდო შტატშემოსავლო გადასახადი 0.2%-ით დავაფინანსებ თავიდან ბოლომდე იმას, რასაც უკრაინას ვაძლევ, ხო? ანუ მე პირობითად რომ შემოსული რო არის ამ წამს დიდი ლამაზი ბილი ეს გაზრდის თუ სწორად მახსოვს დეფიციტ წელიწადში რაღაც 0.5%-ით.
ანუ რაღაც 2.5-ჯერ უფრო მეტად ვიდრე უკრაინის ხარჯები, ანუ გაზრდის ამაზე ლაპარაკი. ვიდრე უკრაინის ხარჯები არის. ანუ რეალობაში აი ისე საქართველოს მაგალითად მოვიტანოთ რა ძალიან კაფეო მინდა რომ გახდეს რამდენად ცოტა ფულს. და ამასაც ვალად აძლევდა, ეხლა შეთანხმდნენ რომ ვალი აღარ იქნება, მაგრამ მინერალების შეთანხმება. ნაწილი ვალად არის, კი, ნაწილი არის. ეგ დისკუსიაც იყო, რომ ტრამპი ამბობდა, რომ ჩვენ არავისი არ გვმართებს არაფერი, ეს იყო დახმარება და არ გაგვიფორმებია ხელშეკრულება, რომ ხო ზელენსკი უბრალოდ. აი, ბოლომდე მინდა რომ გასაგები იყოს, ანუ აი თქვენ საპენსიო შემოსავლიდან ხო გაწვიან 2% და მე თქვენ დამსაქმებელს 2% და ასე შემდეგ. წარმოგიდგენთ რომ ეგეთი რაღაცა იყოს, ოღონდ ორივეც გაჭრიდნენ 0.1%-ს. ანუ აი იმის მეათეს რასაც ახლა გაჭრიან და ეგ რო იყოს თანხა რო აწერია უკრაინა დაახლოებით საშუალო ამერიკელისთვის ეგ არის ხარჯების თვალსაზრისით. ანუ ძალიან მცირე ხარჯები არის. ახლა ლაპარაკი გვაქვს ქვეყანაზე რომელიც ამერიკის მთავარი გეოპოლიტიკური კონკურენტი იყო ბოლო აი სამჩინეთი გამოჩნდებოდა 60 წლის განმავლობაში ხო? ანუ რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა მაგის მერე რუსეთი იყო მთავარი გეოპოლიტიკური კონკურენტი ამერიკის. შენ ახერხებ რო ეს ქვეყანა შეაკავო წელიწადში შენი ეკონომიკის 0.2%-ად. თავცოზე კიდე გიწევდა რომ გეხარჯა ამაზე და ამას ტრამპი ვერ იაზრებს და ამერიკის მთავრობა ვერ იაზრებს რომ თუნდაც ორჯერ უფრო მეტი ძალისხმევით შეუძლია ბევრად უფრო დიდ შედეგზე გასვლა თუ რა პრობლემა არის რომ აი თქვენს მაგმსჯელობაში გამოგყვნენ. მე როგორც ხვდები თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? მე როგორც ხვდები ტრამპს სამხედრო გამოსავალი არ მოსწონს ძალიან. ეგრე შაბესლება მრჩება. ერთივე რაღაც ამას მიმყარებს. ერთი JD Vance-ის სიტყვები როცა ლაპარაკობს ხოლმე რომ აი ხო ეცხოთ სადეთ რომ ძალა გვეჩვენებინა და ამან არ გაამართლა. შედლაპარაკობს ეს ერთი. მეორე რამდენიმე ინტერვიუს დროს როცა ტრამპს კითხეს რომ აი თუ არ გაამართლა პუტინთან საუბარმა შემდეგ განიხილავთ რომ აი მეტი იარაღი მისცეთ უკრაინას და როგორც წესი ტრამპი ამაზე იძახდა რომ ნუ იარაღი არ ვიცი აი სანქციები და ტარიფები შეიძლება. ერთი-ორჯერ ესეთი პასუხი გასცა თუ სწორად მასო ატლანტიკთან ინტერვიუში იყო ეს ბოლოს. ამიტომ როგორც ხვდები სამხედრო გამოსავალი ტრამპს არ უნდა თუ რატომ არა ეს არ არის ცხადი მაგრამ აი ესე ზოგჯერ ლაპარაკობენ ჭორები რაც უცალდებენ ადმინისტრაციიდან არის რომ ტრამპს ძალიან ეშინია ბირთვული კონფლიქტის ომის და რომ აი ესკალაცია ძალიან არ უნდა და ეს მედვედევის ბოლო სიტყვები მაგალითად ძალიან არ ესიამოვნა იმან რომ ხო ტერმინი ბირთვული ახსენდა ირანთან მიმართებით და ამიტომაც ეგ მაშინებს რომ ეს ადმინისტრაცია ბოლომდე ვერ იაზრებს რამდენად იაფი არის მათთვის ამ ომის სამხედრო დასრულება სხვა ვარიანტებთან შედარებით. ძალიან კარგია რომ ეს საკითხები წამოჭერით, მინდა რომ ამას ხაზი გაუსვა. თუნდაც ეგ 0.02 ხა შეიძლება ცოტა მეტი იყოს ახლა რეალურად, მაგრამ მაგის დათვლა ახლა არ გვინდა. შეგვიძლია გადავამოწმოთ მე მინდა უბრალოდ სანელმა ყურადღება მიაქციოს ერთ ფაქტს, რომ რეალურად ტრამპის გუნდი და რესპუბლიკელების პოლიტიკური წარმატება უკავშირდება მათ მიერ გაჟღერებულ გზავნილებს, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას და მათი გადასახადების ზრდას, ესე ვთქვათ, მოყვა. და ის რომ ეხლა რიგითი რესპუბლიკური პარტიის წევრი, თუნდაც დემოკრატების პარტიის წევრი მნიშვნელობა არ აქვს, ადგეს და თავის, ვთქვათ, 200-300-იან საარჩევნო ოლქში დაიწყოს, ასე იგი, მათი მოსახლეობის გადასახადის ზრდაზე, იმისათვის, რომ ვთქვათ, უკრაინას დაეხმარონ, ეს შესაძლოა არ იყოს წარმატებული პოლიტიკური ნაბიჯი. ჩვენ როგორც სანდრო შტატებში ცხოვრობს და მე მგონი მარტივი გასაგები არის ის, რომ ამერიკელებს პირველ რიგში თავიანთი მდგომარეობა აინტერესებთ და ის, რომ სხვაგან, სხვის ომებში, როგორც ისინი ეძახიან და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში ომებში დაინვესტირონ თანხები, ეს პირდაპირ მათ ჯიბეზე სამალ კარგად აისახება, ამაში დარწმუნება ამერიკელების მარტივი არ არის. თუ გავითვალისწინებთ განსაკუთრებით ამ მორჩევლებს, რომლებმაც აირჩიეს რესპუბლიკელები, რომლებიც მიმართულები არიან უფრო მეტად გადასახადების დაწევისკენ ყოველთვის და აი ამ ხარჯების შემცირებისკენ. ამდენად მე ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელები, ვინც ახლა არიან, მათ შორის ტრამპი, აკეთებს ძალიან ბევრს იმისათვის, რომ არც თავის ამორჩეველთან ბმა არ დაკარგოს და მათ შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით შეინარჩუნოს ის პრესტიჟი და გავლენა, რაც ამერიკას გააჩნია და ხა ის 1.1 ტრილიონიანი თავის ბიუჯეტი მაგაზე მიუთითებს.
თუ დაგვრჩა დრო მინდა ნატოზეც ვახსენო. კი, დრო დაგვრჩა დაახლოებით 3 წუთი, მაგრამ მე მაინტერესებს ბირთვულ იარაღზე რას ფიქრობთ, რამდენ რეალური არის გამოყენება, მაგას თუ შეგიძლიათ მოკლედ. ამბობს, მაგას მეც ესე ვფიქრობ, რომ ისინი ერიდებიან ამ ასეთი სახის კონფლიქტს, სწორედ ამიტომ ირანთან ესეთი პირდაპირ იერიში მიიტანეს და რუსეთთან ერიდებიან, იმიტომ რომ რუსებს გააჩნდათ ბირთვული იარაღი და მეორეს მხრივ აქ ირანი როგორც ჩანს ამერიკულმა დაზვერვამ კარგად შეისწავლა და ნახა რომ მას პასუხის საშუალება არ აქვს. განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც შეიძლება მიაჩნია ბირთვული იარაღის მართლა გამომყენებლად, ხო? ამ თავიანთი ბირთვული დოქტრინიდან გამომდინარე. ასე რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია და ჩვენს მეტნაკლებად უნდა შევხედოთ, რომ ეს რთული პროცესია და ადმინისტრაცია არ უნდა გამოვიყვანოთ როგორც რაღაცა პუტინის დავალების შემსრულებლები, არამედ ეს არის რეალური ანუ რეალობაში ვართ და აქედან გამოდის ადმინისტრაცია და ნატოს ხარჯები ბევრ დროს არ წაგართებ ძალიან. ნატოს ხარჯები, რასაც ტრამპის მეშვეობით, როგორც თავად გემდივარმა ნატოს და არაერთმა სხვა ლიდერმა აღნიშნა, რომელიც 5%-ს მიაღწევს ამ 10 წლის განმავლობაში თითოეულ ქვეყანაში, მე ვფიქრობ, რომ ეს ნატოს გაძლიერებისთვის და ზოგადად იმ ხალხის საწინააღმდეგოდ, რომელიც ძალიან სკეპტიკურები იყვნენ, თითქოს ამერიკა ნატოდან გადის და ასე შემდეგ, რესპუბლიკელებმა დააფიქსირეს, ტრამპმა დააფიქსირა, რომ იგი მზად არის დაისვას ნებისმიერ ნატოს წევრი ქვეყანა, რომელზეც შეიძლება მომავალში განხორციელდეს თავდასხმა. ასე რომ ეს შიშები მე მგონი უსაფუძვლოა და მე ვფიქრობ, რომ ამერიკა გაატარებს ძალიან ხის საგარეო პოლიტიკას მიმდინარე წლების განმავლობაში. იგი ანუ შევხები უცებ, არც მე არ მგონია ტრამპი პუტინის ჯაშუშიან რაიმე მსგავსი, ამას არ ვამტკიცებდი. ნატოს ხარჯებს რაც შეეხება, კი ბატონო, ძალიან კარგი არის, რომ ნატომ ქვეყნებმა ფიცი დადეს, რომ 2025 წლის გაზრდიან 5%-მდე, უბრალოდ ომი ახლა ხდება, ხო, საქმე ესაა, რომ ეს ომი გაწევდა მომდენო 2 წელიწადში, ახლა მაქსიმუმ ალბათ და სანატოს ქვეყნები გაზრდიან ხარჯებს ზემეთად ბევრი დრო არის. როც შევეხოთ ახლა ისევ გადასახადების ამ ხარჯების დახმარების საკითხს, იმიტომ რომ ეს მგონია აქ პრინციპული. ამერიკის უმრავლესობა ამერიკელებს რომელიც მეგონი ბოლო რამდენიმე კვლევით უჭერს პირიქით ხარჯების, ბოდიში, დახმარების გაზდას უკრაინისთვის. აქედან გამომდინარე, მეტად პოპულარული არის ამის გაკეთება. ერთ-ორი რამ არის აქ მნიშვნელოვანი, ხო? კი, რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ ჩვენ შევამცირებთ დეფიციტსო და პირიქით გაზდა პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ამ წამს გაზდას აპირებენ. ანუ ახლანდელი კანონპროექტი იმასთან შედარებით, რაც იქნებოდა მისი არ შემოღების შემთხვევაში, ზრდის დეფიციტს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ილონ მასკი ეჩხუბა ტრამპს, ხო, ეს ვიცით. ეს ერთი, მეორე, თან გაზდის ბევრად ნაკლებად ახლა უკრაინის დახმარება, ვიდრე ეს კანონპროექტი გაზდიდა. ამ მხრივ მე მგონი მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის გავლენაზე ვისაუბროთ, რადგან ისევ მასზე არის ხო ეს დებატი. სტანდარტული რესპუბლიკელები ტრადიციულად უჭერდნენ მხარს გადასახადების არ გაზდას, მაგრამ სხვა ხარჯების, სოციალური ხარჯების, მაგალითად შემცირებას, სოციალური დახმარების შემცირებას. სტანდარტულად დემოკრატები პირიქით არიან ხოლმე სოციალური ხარჯების გაზდას სურთ ან არ შეცვლა და გადასახადების გაზდა ხშირად სურთ ხოლმე. ეს ორივე დეფიციტის შემცირებისკენ მიყავხართ. ტრამპს არც ერთი არ სურს. არც გადასახადების გაზდა, არც სოციალური ხარჯების შემცირება. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება შემოიტანა. ამრიგად, პირიქით უფრო რთული გახადა მან ის რომ პირობითად მე უკრაინისთვის გაზარდოს ახმედო დახმარება. ანუ ამრიგად ტრამპის გავლენა პირიქით უარყოფითია, იმიტომ რომ რესპუბლიკელები სუდი პოზიციისკენ გაწიათ ჩემი აზრით. მე მგონი დავასრულეთ ეს ეპიზოდიც ჩვენი დებატის. ეხლა გადავდივართ ჩემთვის ყველაზე საინტერესო მომენტზე ამ დებატ თამაშის, იმიტომ რომ შემიძლია რომ მე ჩემი კითხვები დაგისვათ, რაც ამ თამაშის განმავლობაში გამიჩნდა. პირველ რიგში გიორგი თქვენ დაგისვამთ კითხვას, უკაცრავად მოდით დროც ჩავრთოთ პარემ. 5 წუთი გვექნება ამისთვის დრო. გიორგი, მე მაინტერესებს ესეთი რაღაც. თქვენ ახსენეთ, აი თუნდაც თქვენი ბოლო საუბარი დაასრულეთ იმით, რომ ტრამპის პოლიტიკა საკმაოდ ხისტი იქნება, დავინახავთ ჩვენ ამას და სანქციები იმუშავებს და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს ის, რომ აი უკვე როგორც სანდრომ თქვა, ბოლო 5 თვეა ველოდებით ტრამპისგან რაიმე ხელშესახებ წინ გადადგმულ ნაბიჯს. თქვენ გჯერათ, რომ მისი სანქციები ან მისი რაღაც პოლიტიკა შეძლებს რუსეთის შეჩერებას, მაგრამ აქვე გვაქვს ის რეალობა, რომ გარდა იმისა, რომ რუსეთი ემუქრება უკრაინას, უკრაინა არის ესე ვთქვათ ბარიერი ევროპამდე, მათ შორის საქართველოსაც იცავს ეხლა ეს ომი რაღაც მხრივ და გარდა იმისა, რომ უკრაინისთვის არის ძალიან საშიში ამ სიტუაციის გაწევა, ასევე მთელი ევროპისთვის და პირველ რიგში საქართველოსთვის. მე მაინტერესებს აი ეს ლოდინი, ის რომ შეიძლება გქონდეს რაღაც იმედი, რომ ტრამპის პოლიტიკა ხისტი იქნება და რუსეთს შეაჩერებს, მაგრამ
რამდენი დრო დაგვრჩა ამისთვის, რომ ესე მივენდოთ და თუ თქვენ ხედავთ რაიმე უფრო მკვეთრ იმედს, ან უფრო მალე მოხდეს ეს, ან საკმაოდ არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ მხოლოდ იმედის ამარა ვიყოთ. უფრო ხელშესახები რამე ხომ არ არის საჭირო. საინტერესო რამე რაც მოხდა, ის იყო რომ როცა ტრამპმა სადა თქვა აი პუტინისთვის რომ რაღაც კოჭი გაეგორებინა და რაღაც ტკბილი სიტყვებით დაეთანხმებინა ზავზე, ეს არ გამოვიდა. და ამან მის ეგოს ერთგვარად რაღაცა ის ზიანი მიაყენა მისი გაზრით და ეხლა უფრო აქტიურად არის გადასული რუსებისთვის ერთგვარად თავისი ადგილის მიჩენაზე, ვიდრე დასაწყისში იყო. საბოლოო ჯამში პასუხად რომ გითხრათ რას მივყავარ იმის იმედამდე რომ უფრო აქტიური იქნება მის საგარეო პოლიტიკა და სიხისტი იქნება მის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, მათ შორის ნატოს ხარჯების ზრდა და ევროპის ქვეყნების მიერ ხარჯების ზრდა ანალოგი შეიძლება იყოს უკრაინის დახმარების და რატო? იმიტომ რომ ევროპელები, რომლებიც თავიანთი სოციალური პროგრამების სამუშაოებდნენ ძალიან წარმატებით და ქონდათ სოციალური სახელმწიფო ამიმართულებით, დახმარებებით და ასე შემდეგ, ეს არ იყო ამერიკაში. რაც სანდრო აღნიშნა, ეხლა ტრამპი ცდილობს, რომ ეს სოციალური პროგრამები ამერიკაში რაღაცნაირად შემოვიდეს და ევროპელების სამხედრო თავდაცვის ხარჯზე დააბალანსოს, თუ ევროპელები გამოათავისუფლებენ თავიანთ სოციალურ ხარჯებს და გადაიტანენ მას თავდაცვაში. თუ ისინი ამას გააკეთებენ, საბედნიეროდ დღეის მდგომარეობით ევროპელები მიხვდნენ უკვე, რომ უკრაინისთვის დახმარება მნიშვნელოვანი, რუსეთი მტერია, მიხვდნენ ამას და მისთვის მათ შორის გაზის სანაცვლოდ ფულის მიცემა არასწორია და მე მგონია, რომ თუ ეს ნატოს ხარჯები მოიმატებს ევროპის სახელმწიფოებში, სადაც მას პირობა დადეს. ეს წარდგება უკრაინასაც, იმიტომ რომ ევროპის სახელმწიფოები მერე თავადვე უზრუნველყოფენ იერარქიის მიწოდებას უკრაინისთვის და მათ შორის ჩემი აზრით სამხედრო დახმარების მიწოდებასაც, რაც ნატოს პრაგრამებში იქნება გამოყოფილი. ასე რომ ეს მხოლოდ ნატოს ხარჯების ზრდა არ არის. ეს არის მათ შორის ჩემი აზრით ევროპიდან გამომდინარე უკრაინის დახმარებისთვის ხარჯების ზრდაც და ესაა რაც მაძლევს იმის იმედს, რომ ეს სამხედრო მიმართულებით რუსეთის დაჩაგვრა შეიძლება სამომავლოდ. რაც შეეხება სანქციებს, კიდევ ვიმეორებ ის რომ ტრამპი მომგვარებელია პრობლემების და გამკეთებელია და გადამლახავია ამ რაღაცა ბარიერების, ეს კარგად გამოჩნდა იგივე აი ამ ამერიკული ბომბდამშენების ირანის თავზე გამოჩენის, რომელიც იყო სრულიად გასაერთმლოებული, ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული ოპერაცია და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ თუ კი ჩაითვლება საჭირო და ალბათ ჩაითვლება, ხაზი მინდა გავუსვათ სანამ დრო მაქვს კიდევ ერთი წუთი, რომ ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში, ამერიკელმა მთავარსარდალმა ბენ ჰოჯესმა თქვა, რომ უკრაინა არათუ ეგრეთ წოდებული თავდაცვის პრობლემაა ნატოსთვის, არამედ ის ყველაზე მეტად ესე ვთქვათ გადამზადებული და პრაქტიკაში მომზადებული ქვეყანაა ომისათვის და სამხედრო მიმართულებით, რასაც დარწმუნებული ვარ ამერიკელი საგარეო პოლიტიკის გეგმავების სამომავლოდ ყურადღებას მიაქცევენ და მას არ შეხედავენ როგორც სუსს, არამედ ისეთს, რომელიც ჭირდება ნატოს და სანდროს მიერ ნათქვამი, რომ ნატოს წევრი არ გახდება უკრაინა ტრამპის აზრით, ეს მე მგონი ყველა ამერიკის პრეზიდენტის განცხადება იყო, მათ შორის ბაიდენისაც წინა წლებში და ასე ვთქვათ, დიდი სიურპრიზი არ არის, თუმცა რასაც შეიძლება ჩვენ ვნახოთ ქმედების კუთხით მომავალში, შეიძლება სხვანაირად დაგვანახოს, იმიტომ რომ ამერიკელებმა კარგად ხვდებიან უკრაინის ფასს და იმ ფართო სურათში, რომ დავასრულო, როცა ამერიკა სურს ევრაზიაში თავის ჰეგემონიის აღდგენა, მე ძალიან მეეჭვება, რომ უკრაინის შესაძლებლობების მქონე ქვეყანა ამერიკამ დათმოს. დიდი მადლობა. გონი კარგი პასუხი იყო, ჩემთვის მისაღებია. სანდრო, შენთან მაინტერესებს, შენთან გადმოვალ უკვე კითხვაზე ჩავრთოთ შეგვიძლია დრო. შენ ახსენე ბირთვული იარაღი და მისი საშიშროება. თუ ეს ბირთვული იარაღი და მისი საშიშროება რეალურია, მაშინ გამოდის, რომ ტრამპი სწორად იქცევა, რადგან ეშინია და არ საუბრობს მაინც და მაინც ძალადობრივ მეთოდებზე. ამაზე რას ფიქრობ? რამე კრიტიკა თუ გვექნება ტრამპის მიმართ ამ საკითხთან დაკავშირებით? კი ბატონო, მოკლედ ბირთვული იარაღი როგორი საკითხი არის? შენ გიწევს რომ დააჯირო მეორე მხარე, რომ შენ რაღაცის გულისთვის გამოიყენე ბირთვული იარაღს. ეს არის ისტორიულად ბირთვული იარაღის პრობლემა. რომ შენ ამერიკა რო ხარ, გინდა რომ დაიცვა დასავლეთ გერმანია, უნდა დაარწმუნო რომ შენ თუ დასავლეთ გერმანია შეუდევ, მე გამოიყენე ბირთვული იარაღს. მაგრამ სინამდვილეში დიდი ალბათობით ვერ გამოიყენო. ხო, შეიძლება არ გამოიყენო. ეხლა საქმე რაში ამისთვის მინიმუმ უნდა იძახდე, რომ ამის გულისთვის მე რაღაცის გულისთვის მე გამოვიყენებ. რუსეთს ზოგჯერ ეს უთქვავს, ზოგჯერ არ უთქვავს.
ჩვენ ლაპარაკი ხო იმაზე არ გვაქვს რომ ამერიკამ იმდენი რაღაცა მისცეს უკრაინას რომ იმან ყირიმი დაიბრუნოს და მოსკოვი აიღოს. ამ შემთხვევაში გასაგებია რუსებს მოუნდებათ ბირთვული იარაღის გამოყენება. ლაპარაკი გვაქვს იმაზე რომ ამერიკამ მინიმუმ იმდენი მისცეს უკრაინას რომ ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია მოხდეს. რუსებმა ცოტა საფრთხე მაინც იგრძნონ და დათანხმდნენ ამ პირობებით ომის შეწყვეტას და შემდგომ რომ უკრაინას ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები. ამ მინიმუმის შემთხვევაში საკმაოდ რთულია რომ რუსეთმა დააჯეროს ვინმეს რომ გამოიყენოს ბირთვული იარაღსო. იმიტომ რომ რისთვის იყენებ რის დასაცავად, ანუ ტერიტორიის რომელიც ჯერ არ დაგიპყრია, ეს შეუძლებელი არის ფაქტიურად. და სიგნალები ჩვენ რაც მეგვიღია, იმაზე მიუთითებს რომ ესე არ იქნება. ყოველ ჯერზე უკრაინამ როცა ეს დახმარება მიიღო, რუსეთს ესკალაცია არ ქონია, მეტიც. რამდენიმე შემთხვევა ქონდა რომ უკრაინელები შევიდნენ რუსეთის შიგნით. მაგალითად კურსკის ოლქში. მაგრამ მაინც რუსეთს არ გამოუყენებია ბირთვული იარაღი. ანუ დამაჯერებელი რომ აი ესეთ ვითარებაში რუსეთი გამოიყენებს ბირთვული იარაღს არ არის. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მართლა გონიათ რომ ომი საოცრად მიდის, რომ შეიძლება ყირიმი დაკარგონ და რომ შეიძლება კიდევ უორესი რაღაცა მოხდეს რუსეთის შიგნით, მაშინ რეალური იქნებოდა კი, რომ რუსეთს გამოიყენებდნენ ბირთვული იარაღი, მაგრამ ამ ვითარებაში რომ მიზანი გვაქვს ფრონტის სტაბილიზაცია უბრალოდ უკრაინისთვის და რომ კიდევ უფრო წინ არ წავიდეს რუსეთი, ნუ უბრალოდ არ არის ლოგიკური და მე მგონი ეს საფრთხე რეალური არ არის. კარგით. რადგან ცოტა დრო დაგვრჩა, თამაში გარე მე კიდევ ერთი კითხვა მაქვს ორივე თქვენგანთან და მივცემ ჩემ თავისუფლებას რომ ეს ჩემი გულწრფელი კითხვა თამაში გარე გკითხოთ. ჩვენ ხედავდით დასაწყისში უფრო მეტად ტრამპის მიდგომას პუტინთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა რომ მე მგონი მთელი მსოფლიო თანხმდებით რომ პუტინი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ძალა, რაც კი შეიძლება იყოს ალბათ ტერორისტების შემდეგ. ტრამპი მას საკმაოდ პატივისცემით ესაუბრებოდა, ტვიტებსაც კი უძღვნიდა, როგორც მახსოვს ბოლო ერთხელ მე მგონი ბოლო პერიოდში მიუძღვნა კიდევაც რაღაც ტვიტი, შეხვედრებზეც თანხმდებოდა, დიდი პატივისცემის მოტივებით ესაუბრებოდა და თითქოს მის რაციონალურობაში ეჭვი არ ეპარებოდა, ანუ ესაუბრებოდა ადამიანს, რომელსაც შეიძლება ენდო. მე ორივე თქვენგანის მხრიდან მაინტერესებს, სანდრო შენგან მაინტერესებს, რომ ასე რომ არ მიდგომოდა უარესი შედეგი ხوار შეიძლება გამოიღო ამას, მაგრამ ალბათ შენი პოზიცია უკვე თუ რამეს დაამატებდი, იმიტომ რომ ეხლა ამ შენი ბოლო სიტყვის შემდეგ მივხვდი დაახლოებით, რასაც ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ უფრო გიორგის მიესაა და გება ეს კითხვა. მაინტერესებს, მართლა გონია პუტინის რაციონალურობის ეს რაციონალურობის ჯერა თუ არა კი ტრამპს თუ ეს იყო მისი ტაქტიკის ნაწილი და სანდრო შენ შეგიძლია რომ ამაზე შენ კომენტარი გააკეთო. არჩერა პუტინის რაციონალობის ტაქტიკის ნაწილი იყო ეს. ნაწილია და საერთოდაც ამერიკელებს სურდათ რომ ნუ ეს შეიძლება შეცდომა იყო. თუმცა რა სურდათ ჩემი აზრით ის არის რომ მათ სურდათ ამ კონფლიქტში როგორც მედიატორებს ესე ვთქვათ არ წარმოჩენილიყვნენ როგორც მხარე და ყოფილიყვნენ ობიექტურები. თუმცა ნუ ეს იმ თავითვე შეცდომა იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ როგორი ახლა დაზვერვას და იარაღს აწვდი ერთ ქვეყანას და ამბობ რომ თან მხარე არ ახარ. თუმცა ნუ ეს რუსების მოსატყუებლად იყო განკუთვნილი, რაც მე მგონი არ დაიჯერეს რუსებმა, მაგრამ რაც შეეხება იმას ენდობა და პატივისცემს თუ არა პუტინს და ეს ჩემი მეგობარია და ესეთი რაღაცები საერთოდ მას უთქვამს და ამბობს ხოლმე შეგიძლიათ დააკვირდეთ ლამის აიათოლაზეც ამბობს კიმზე ამბობს ანუ მის სიტყვას არ დაეჯერება მოკლედ რომ ანუ ეს რაღაცა მისი დიპლომატიის ნაწილია ერთგვარად როცა სი ძინპინს არის მისი მეგობარია და არის მათ შორის ამასთან ერთად დეკლარირებული მტერი რომელიც საერთოდ მან წამოწია 2016 წლის მერე ჩინეთში ტრამპმა წამოწია ასე რომ რა თქმა უნდა ეს არის უბრალოდ რიტორიკის ნაწილი. თან დრამის თუ დამატებ, ან შეგვიძლია გადავიდეთ. დეტალ რიტორიკის ნაწილი მგონია მეც. მაგრამ რაღაც დონეზე პატივისცემს. კარგი, მოდი მაშინ გადავიდეთ დასკვნით ეტაპზე, სადაც გექნება თორ-ორი წუთი და შეძლებთ რომ მთლიანი დისკუსიის შეგიძლიათ შეაჯამოთ მთლიანი დისკუსია, ფიქრობთ თუ არა რომ თქვენი უპირატესობით დასრულდა, რისი თქმაც გენდომებათ პრინციპში, გიორგი შეგიძლიათ დაიწყო. მე პირველ რიგში მას ვიტყოდი რომ თავარი როცა აქ მოდიოდი მიზანი ის იყო რომ ერთგვარი დავხმარებოდი ცნობიერების ამაღლების კუთხით საზოგადოებას თუ როგორია პოზიციები რესპუბლიკელების თქვა და როგორი შეიძლება ყოფილიყო წარსულში დემოკრატების პოზიცია
ძალიან მაღალი ესე თქვა დამოკიდებულების ვარ სანდროს მიმართაც და არ მიმაჩნია რომ ვინმე მოიგო ეს დებატები პირადად. თუმცა რაც შეეხება სანდროს მიდგომას რომ უკრაინელებს არ აქვს საკმარისი იარაღი და სუსტ პოზიციებში არიან, თუ ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით, ნახავთ რომ გარკვეული წინსვლაც კი აქვს უკვე უკრაინას, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ფრონტს ვერ იკავებენ, თუმცა რა თქმა უნდა ასევე იმას არ ნიშნავს, რომ რუსები ამ მარცხს აღიარებენ, ისინი ბოლომდე გააგრძელებენ, სანამ ბოლო ტყვია იქნებათ შემორჩენილი, რომ არ აღიარონ ეს მიდგომა, რასაც უკრაინელები წარმატებით აკეთებენ დღეის მდგომარეობით და როგორც გადარჩა მათ სახელმწიფო აქედან გავლენაზე საბოლოო ჯამში. Რომ დაუბრუნდეთ ტრამპს ის რაც ნატო სამიტზე განაცხადა მარკ რუტემ, ჩემი აზრით არის ამოსავალი, რომ ნატო უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე და ეს სწორედ ტრამპის პოლიტიკის დამსახურებაა. იქნებოდა ეს თქვათ ცოტა უხეში შეჯაჯღარება ევროპელი მოკავშირეების თუ სხვა მეთოდები საბოლოო ჯამში ნატო, რომელიც დასავლეთის გამოხატულება და დასავლური ძლიერების გამოხატულებაა, დღეს არის უფრო ძლიერი ვიდრე ოდესმე და ის რომ ირანიც უკვე როგორც ერთ-ერთი მოთამაშე ამ ეგრეთ წოდებულ ბოროტების ღერძში თითქმის გამოთიშულია ამ ბრძოლას და ისინი რუსები და ირანელები უკვე ვეღარ ეხმარებიან ერთმანეთს და გაწყდა ნდობა რუსებს და ირანელებს შორის, მე მიმაჩნია რომ რუსეთის დასუსტების და პოზიციების შეყევის კიდევ ერთი წინაპირობა იქნება სამალოდ. ასე რომ შედარებით ესე ვთქვათ პოზიტიურად ვარ განწყობილი მომავლის მიმართ ვიდრე საზოგადოების ზოგიერთი ნაწილი. დიდი მადლობა. სანდრო, შენც რომ შეაჯამო დღევანდელი დებატი? კი ბატონო, ანუ მე ძირითადად იმ არგუმენტებს დავუბრუნდები, რაც თქვი უკვე, ანუ ეს იმას უკავშირდება, რომ აუცილებელი არის, რომ როგორც მინიმუმ ფრონტის ხაზი სტაბილურად იყოს, რუსებმა აიგრძნონ, რომ ომისგან ვეღარ მოიგებენ ვერაფერს, როცა საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევენ და მხოლოდ ამის მერე შეიძლება ისინი დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას, რასაც აქამდე ვერ ვახსოვდით. ხო, უკრაინა თანახმა, რუსეთი არ არის თანახმა. ანუ ჯერ კიდევ მათ ჟერათ, რომ უბრალოდ პოზიციაში არიან. თუმცა ჩემთვის პრინციპული არის, რომ ან სამხედრო დახმარება გაეზარდოს უკრაინას, ან სანქციები გაეზარდოს რუსეთს, რათა შემოტრიალდეს სიტუაცია და როგორც მინიმუმ მივიდეთ სიტუაციამდე, როცა ომი შეწყდება და უკრაინას ექნება განვითარების საშუალება და ექნება უსაფრთხოების გარანტიები. უბრალოდ ამ წამს ვერ ვხედავ მე ამის რეალურ შანსს და როგორც მედის სიტუაცია რეკეთ უმცირდებათ დახმარება. პლუს აი აქამდე რაც ვილაპარაკეთ, ტრამპის პოლიტიკა რაც არის სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით, გადასახადებებთან დაკავშირებით, უფრო მეტად გაზდის დეფიციტს, უფრო რთულს გახდის, რომ ამერიკამ ხარჯოს ფული თავდაცვასა და უკრაინაზე. იმის მიხედვით, რომ თავდაცვაზე ამ წამს ხარჯები გაზრდილი არის. მაინც უფრო რთულს ხდის უკრაინისთვის დახმარებას. და ნუ იმედი მაქვს რომ ვწდები და იმედი მაქვს რომ გიორგი მართალია და რომ მომდენო თვეებში ვიხილავთ რომ ეს სანქციები რომელიც დაპაუზებული არის გავა და რუსეთზე წნეხი გაიზრდება და რომ ნატოს ქვეყნები უფრო სწრაფადაც გაზდიან საკუთარ სამხედრო ხარჯებს და დაეხმარებიან უკრაინას, უბრალოდ ამ ეტაპზე ოპტიმიზმის საფუძველს ბოლომდე ვერ ვხედავ. დიდი მადლობა სანდრო და დიდი მადლობა ორივე თქვენგანს, რადგან დრო დაგვითმეთ, მოვხვედით დებატებზე, რადგან ბევრ ადამიანს უჭირს ხოლმე თანხმობის მოცემა არ მოდიან, არ ვიცი რატომ ერდებიან ხოლმე ზოგადად დებატებში გამოჩენას. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მგონია რომ დღევანდელი ძალიან საინტერესო დებატები ბევრ ადამიანს ცნობიერების ამაღლებაში შეუწყობს ხელს კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. მეც ძალიან ბევრი ახალი რამ გავიგე. მაყურებელს ვეწყვრა, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი, რომლის დახმარებითაც შევძელით დღევანდელი დებატის ჩატარება. იმისთვის რომ მომავალშიც შევძლოთ კარგი შედეგის დადება და ბევრი საინტერესო დებატის გამართვა, ამისთვის საჭიროა რომ დაგვაფოლოვოთ, გამოგვიწეროთ YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე, ასევე დალაიქოთ ეს ვიდეო და გამოვყვეთ YouTube-ზე. მომავალ დებატს იხილავთ ისევ ორშაბათს 23 საათზე მისმინეს YouTube პლატფორმაზე. გამარჯვება პროცესია. ცოდნა ფარია. იარაღია. ძალა.